მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, შუადღე მშვიდობისა. ტელეკომპანია მეგატივს უყურებთ. გადაცემა შუადღე ქუთაისში დაიწყო პირდაპირ ეთერში, რომლის წამყვანი ვარ მე ნანა თევდორაძე. დღევანდელ დღეს გავატარებთ თქვენთან ერთად და ვეცდები რომ საინტერესო აღმოჩნდეს ჩვენთვის დათმობილი მოკეთ მარტივად თუ ვიტყვით, რომ დღეს არის ორშაბათი, კვირის პირველი სამუშაო დღე. ბედნიერ ორშაბათს და კარგ დღეებს გისურვებ და აქვე ვიმედოვნებ იმასაც, რომ ეს უქმეები ძალიან კარგად გამოიყენეთ, აღედგინეთ ძალები და იმ ძალიან ბედნიერები აგრძელებთ თქვენზე დაკისრებული ვალდებულებების და მოვალეობების პირნათად შესრულებას. რაც შეეხება გადაცემის პირველ ნაწილს, ძალიან საინტერესო სტუმარი გვეწვია და ვფიქრობ, როგორც ქალბატონებისთვის, ასე მამაკაცებისთვის იქნება ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი და ყურაცაღები იქვე. გინეკოლოგი სალომე ჩიხლაძე შემოგვიერთდა, რომლის ვიზიტი პირდაპირ ეთერში შემთხვევითი საერთოდ არ არის. სალომე, გამარჯობა. როგორ ხართ? მიხარია რომ ისევ გხედავთ ჩემს მოკრძალებულ სტუდიაში და გადაცემაში. მოგესალმებით, მეც მოხარული ვარ, რომ კვლავ ერთად თქვენ სტუდიაში ვართ და მნიშვნელოვან პერიოდში, იმ პერიოდში, რომელსაც იანვრის თვეში ჩვენ როგორც გინეკოლოგები გამეხილავთ. განწყობა როგორია? სამუშაო განწყობა ხო? კარგი. ფაქტიურად ჩვენ პირველად შევხვდით ამ წელს ერთმანეთს, იმედია ხშირად შევხვდებით, იმიტომ რომ მსგავს საკითხებზე საუბარი ვფიქრობ 21 საუკუნეა და თავს ვინუგეშობთ და ვიმხნევებთ, მაგრამ ბევრი გამოწვევის წინაშე ვართ და მით უფრო ქალები ალბათ თქვენ უფრო ბრძანდებით ინფორმირებული ამ კუთხით. 2025 წელი როგორი აღმოჩნდა თქვენთვის? მოკლედ რომ შემიფასოთ და რაიმე ისეთი მნიშვნელოვანი და გრაციოზული მოვლენა თუ მოხდა? თავგადასავლებით სავსე იყო ჩემთვის ნამდვილად ახალი გამოწვევების წინაშე დავდექი და იმედი მაქვს რომ ამ გამოწვევებს გავართმევ თავს. ძალიან კარგი, დარწმუნებული ვარ რომ აუცილებლად სასურველი შედეგებით დასრულდება და ახალი გამოწვევები ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ალბათ მნიშვნელოვანია და მათი უარის თქმაც სულ და დაისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე. კარგით, იანვარი ახსენეთ და აქვე უთხრათ მოკლედ ჩვენს უფროს ტელემაყურებლებს რომ იანვარი საშუალო სნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა, თუმცა ეს არ ნიშნავს ალბათ იმას რომ მხოლოდ იანვარში უნდა გავამახვილოთ ყურადღება ამ საკითხზე და სხვა დროს მშვიდად ვიცხოვროთ, იმიტომ რომ როგორც გადავიკითხე გადაცემის მომზადების ჟამს, ბევრი რამ უსიმპტომოდ მიმდინარეობს ქალის ხელში და ეს მოდუნების დათვით ნუგეშის საშუალებას არ უნდა გვაძლევდეს. მოკლედ, ძალიან ის შემოძრწუნებლად ჩანს ხო საშუალო სნოს ყელის კიბო ეს ცნება? არ არის შემოძრწუნებელი, თუ კი დროულად ჩავიტარებთ სკრინინგს. დავიწყოთ იქედან რომ საშუალო სნოს ყელის კიბო ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გავრცელებული კიბოები მსოფლიო მასშტაბით. ეს არ არის მხოლოდ საქართველოში და არ არის საქართველოს პრობლემა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევით წელიწადში დაახლოებით 660 შემთხვევა რეგისტრირდება ხოლმე საშუალო სნოს ყელის კიბოს. რაც შეეხება საქართველოში დაახლოებით 300-330 წლიური შემთხვევა ფიქსირდება ხოლმე. უბრალოდ განსხვავება ძირითადი ის არის, რომ საქართველოში დიაგნოსტირება ხდება ხოლმე მესამე-მეოთხე სტადიაზე ძირითადად. რაც იმის მაჩვენებელია, რომ სკრინინგი საკმაოდ არ მიმართავს პაციენტის სკრინინგს ნაადრევად. რაც შეეხება სკრინინგს, დღესდღეობით არა უკვე მრავალი წელია საქართველოში ფუნქციონირებს საშუალო სნოს ყელის სკრინინგის პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, რაც გულისხმობს დაავადებაზე შემოწმებას. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საშუალო სნოს ყელის სკრინინგს, იმიტომ რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, არ არის რაიმე სპეციფიური სიმპტომი საშუალო სნოს ყელის კიბოზე. საშუალო სნოს ყელის კიბო ძირითადად დიაგნოსტირდება პირველ და მეორე სტადიაზე შემთხვევითობით, როდესაც პაციენტი მიმართავს ექიმს სკრინინგზე და სკრინინგის დროს აღმოჩნდება რაღაც საეჭვო უბანი ან საეჭვო პათოლოგია. სკრინინგი არ ნიშნავს, რომ ამით დიაგნოზი დაისვა. სკრინინგის დროს ჩვენ ვყოფთ ახლა კონტინგენტს დაახლოებით 25-დან 30 წლამდე ქალბატონებს სკრინინგის პროგრამით უტარდებათ საშუალო სნოს ყელის ციტოლოგიური გამოკვლევა, ხოლო 30-დან 60 წლამდე ქალბატონებს უტარდებათ პაპილომავირუსის განსაზღვრა. ეს რით არის განპირობებული თქვათ ეს პირველი და მეორე ნაწილი? ეს არის ძირითადად დაკავშირებული თვითონ დაავადების პათოლოგიების დაყოფასთან, ასაკობრივ დაყოფასთან. როგორც მოგახსენებათ, საშუალო სნოს ყელის ონკოლოგიის ძირითადი გამოწვევი არის პაპილომავირუსი. პაპილომავირუსაც აქვს რამოდენიმე ქვეტიპი. ჩვენ სახელმწიფოში ტარდება განსაკუთრებული მაღალი ტიპის ონკოგენურობის პაპილომავირუსის განსაზღვრა. თუ კი პაციენტი არის პაპილომავირუსის მტარებელი, ამ შემთხვევაში გრძელდება სკრინინგი და პაციენტს ავტომატურად უკეთდება ციტოლოგიური კვლევაც. თუ ციტოლოგიურ კვლევაზედაც იქნება რაიმე პათოლოგია ნანახი, ამ შემთხვევაში კვლავ გრძელდება სკრინინგი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და ხდება უკვე სიღრმისეულად გამოკვლევა კოლპოსკოპია, მესამე ეტაპი. ანუ იმის თქმა მინდა, რომ სახელმწიფოს აქვს გაფასებული დაყოფილი რისკების მიხედვით. და იქედან გამომდინარე, რომ თუ კი პაციენტს აქვს მაღალი რისკის ვირუსი, შესაბამისად სრულფასოვან კვლევას უტარებს ბოლომდე. ანუ კვლევასთან ერთად შემდეგ
მკურნალობასაც ითვალისწინებს ეს უფასო პროგრამა თუ მხოლოდ კვლევები არის? სკრინინგი გულისხმობს გამოვლინებას. ამიტომ მკურნალობას პირველ ეტაპზე არ მკურნალობს ეს თვითონ უშუალოდ ეს პროგრამა, თუმცა საყოველთაოს პირობებში, რა თქმა უნდა, ყველა დიაგნოსტირების შემდეგ, ყველა პათოლოგიის დიაგნოსტირების შემდეგ მკურნალობის სხვადასხვა ეტაპებს სახელმწიფო აფინანსებს. კარგით, მივყვეთ ახლა უფრო თანმიმდევრობითად ჩავშალოთ აი ეს თემა. ანუ შეიძლება ვთქვათ, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს ერთ-ერთი გამოწვევი ვირუსი მიზეზი არის პაპილომა ვირუსი თუ სხვა პათოლოგია. ერთადერთი არა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და მნიშვნელოვანი გამომწვევი არის, თუმცა არსებობს კიდევ დამატებითი რისკ ფაქტორები, ისეთი როგორც არის მაგალითად მწვევი, თუ კი ქალბატონი არის მწვეველი, თუ კი პაციენტი არის სხვა ვირუსის მტარებელი, რომელიც ადგილობრივ ორგანიზმის იმუნურ სისტემას აქვეითებს და ეს ხშირად ასოცირებულია ხოლმე სქესობრივი გზით გადამდებარე ინფექციებთან. ასევე HIV ინფექციის მატარებელი თუ კი არის ქალბატონი, ასეთ დროს ცოტა მომატებული რისკი აქვს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის. შეიძლება იყოს ტრაუმული მშობიარობები, მრავალჯერადი მშობიარობები და ასე შემდეგ. არსებობს სხვადასხვა რისკები, მაგრამ ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწორედ ეს პაპილომა ვირუსი. რა არის ეს პაპილომა ვირუსი? ეს არის ადამიანის პაპილომა ვირუსი, რომელიც ბევრი ქვეტიპი არსებობს და არსებობს მაღალი ონკოგენურობის და დაბალი ონკოგენურობის პაპილომა ვირუსი და ჩვენი სკრინინგი მოიცავს ზუსტად მაღალი ონკოგენურობის მქონე ვირუსების იდენტიფიცირებას. გარდა ამისა, სახელმწიფო პროგრამაში გვაქვს ასევე ვაქცინაცია. აცრები, რომელიც იწყება 9 წლის ასაკიდან და ეს აცრები რას გულისხმობს? ეს აცრები გულისხმობს, რომ ვირუსისგან თავი დავიცვათ. ძალიან კარგი პრეპარატი არის ვაქცინაციის ჩვენთან შემოტანილი, ეს არის გარდასილი, რომელიც არის ამერიკული ფირმის და არის 9 კომპონენტიანი. განსხვავება სხვა პრეპარატებს შორის არის ის, რომ გარდასილი არის ყველაზე მაღალი კომპონენტებით შემადგენელი ვაქცინაცია. გულისხმობ იმას, რომ არსებობს სხვადასხვა ანალოგიური აცრები, მაგალითად ჩინური, ინდური, საკუთარი ქვეყნისთვის ბრიტანული და ასე შემდეგ. ის დანარჩენები გულისხმობენ მხოლოდ 2 ონკოტიპისგან თავის დაცვას. 16 და 18 პაპილომა ვირუსისგან თავის დაცვას. გარდასილ 9 უფრო გაფართოვებულია და შესაბამისად გულისხმობს არა მხოლოდ მაღალი, ასევე დაბალი რისკის მქონე ვირუსებისგან თავის დაცვა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ვაქცინაცია იწყება 9 წლიდან, მაგრამ არ ნიშნავს, რომ მხოლოდ შეზღუდული ასაკი გვაქვს. თუ კი პაციენტი მიმარცხავს 9 წლის ასაკში, ასეთ დროს 2 კომპონენტი იქნება საკმარისი, ანუ პირველი ვაქცინაცია და შემდეგ უკვე მეორე დოზა. თუ კი 15 წლის ზემოთ ქალბატონი მიმართავს აცრისთვის, ესეთ დროს 3 კომპონენტიანი ვაქცინაცია კეთდება. მაგრამ შეზღუდვა არ გვაქვს ზედა ლიმიტი დაწესებული. შეიძლება ქალბატონმა მიმართოს 45 წლის ასაკშიდაც. და თუ კი სკრინინგით არ არის გამოვლენილი აქვს თუ არა პაპილომა ვირუსი ამ შემთხვევაში ნახეთ დიახ, საინტერესო გადახედვები მოხდა ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ეს ვაქცინაცია კეთდება იმისთვის, რომ თავი დავიცვათ, მაგრამ უკვე დაინფიცირებულ ვირუსის მტარებელ ქალბატონში დასაცავად აღარ გადგება. თუმცა არსებობს კვლევები, რომლებიც გვაიმედებენ, რომ უკვე თუ კი ვართ მტარებელი, საკუთარი იმუნიტეტს ეხმარება, რომ დაეხმაროს ამ ვირუსთან ბრძოლაში. საინტერესოა ისიც, რომ ბოლო პერიოდში დაიწყო არა მხოლოდ ქალბატონების, არამედ მამაკაცების ვაქცინაცია და რას გულისხმობს ეს? პაპილომა ვირუსი არ იწვევს მხოლოდ საშვილოსნოს ყელის ონკოლოგიის განვითარებას. არამედ ასევე იწვევს სხვა ტიპის ონკოლოგიის განვითარების რისკსაც აწევს მაღლა. მაგალითად, მამაკაცებში შეიძლება იყოს ორეფარიანგულარული ონკოლოგიური დაავადებები, სწორი ნაწლავის დაავადებები და ასე შემდეგ. ამასთან დავძენ, რომ მამაკაცებში და ისე როგორც ქალბატონებში რაიმე სპეციფიური სინდრომები არ არსებობს ონკოლოგიის დროს, განსაკუთრებით თუ კი მამაკაცი არის მწვეველი, შეიძლება ძალიან მოიმატოს და პლუს ამ ვირუსის მტარებელი მოიმატოს ონკოლოგიური დაავადების რისკი და რადგან მამაკაცებიც არიან გადამტარებლები ამ ვირუსის, სასურველია რომ მათაც ჩაიტარონ ეს ვაქცინაცია დროზე. კეთილი. ვაქცინაცია დრო გადის, მაგრამ ვაქცინების მიმართ სანდოობა და ესე რომ ვთქვათ, დამოკიდებულება მეტნაკლებად არ იცვლება. საქართველოში ეს რითი არის განპირობებული? სწორად ვერ ხდება ვთქვათ ინფორმაციის მიტანა საზოგადოებაში თუ აი რატომ უნდა მიენდოს ადამიანები ვაქცინაციისადმი დამოკიდებულება ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს არის მსოფლიო პრობლემა. არსებობს ანტივაქსერების ჯგუფი, რომლებიც ძალიან ისეთ ინტენსიურად მუშაობენ იმაზე, რომ არასწორი ინფორმაციის გაჟღერება მოხდეს ყოველდღიურად სოციალურ ქსელებში სხვადასხვა მიმართულებით და საკმაოდაც ძლიერად
დოქტორთაც მუშაობენ ისინი სამწუხაროდ საქართველოში გასულ წელს პაპილომავირუსის ვაქცინაციის მაჩვენებელმა მხოლოდ 28%-ს მიაღწია, რაც ძალიან დაბალი არის. გასულ წლებთან შედარებით თუნდაც? ზოგადად საერთო მონაცემებთან შედარებით, თუ შევადარებთ სხვა ევროპული ქვეყნების ვაქცინაციას. ჩვენ უნდა გავიაზროთ ის, რომ არსებობს ვაქცინები, რომლებიც თავიდან ბოლომდე არის შესწავლილი, უმეტესწილად არის თავიდან ბოლომდე ეს ვაქცინები შესწავლილი და სარგებელი ბევრად უფრო ბევრი აქვს ამ ვაქცინაციას, ვიდრე გართულებები. გართულებებში ძირითადად რაც ვლინდება ხოლმე პაპილომავირუსის ვაქცინაციის დროს არის ის, რომ შეიძლება ვაქცინაციის ადგილზე მოხდეს ტკივილი შეშუპება ისიც რამოდენიმე დღის მანძილზე და სასურველია კიდევ ვაქცინაციის შემდეგ რამოდენიმე ხანი იყოს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ კეთდება, რომ შემადგენელ კომპონენტზე არ იყოს ალერგიული რეაქცია. სხვა რაიმე გართულებები ამ ვაქცინაციას დღემდე არ აქვს გამოვლინებული. გასაგებია. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ თქვათ ვაქცინირებულია X ადამიანი და შემდეგ სიფრთხილე არ გამოიჩინოს. ანუ ავტომატურ რეჟიმში იგრძნოს თავისუფლება, ხო, როგორც გვესმის თუ სწორად გამოხატა. სწორად უნდა გავიგოთ, რომ როდესაც პაციენტი იკეთებს ვაქცინაციას ერთ კონკრეტულ ვირუსზე, ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ვირუსებისგანაც გვიცავს ის და თავდაცვა და სიფრთხილე ყველა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ. უბრალოდ HPV-ს ვაქცინაცია არ გულისხმობს, რომ სხვა სქესობრივი გზით გადადებები ინფექციები არ დაგვემართება. ამიტომ სიფრთხილე ყველა შემთხვევაში აუცილებელია, რომ გამოვიჩინოთ. გადამდებლობას რაც შეეხება პაპილომავირუსთან ეს მხოლოდ სქესობრივი გზით გადამდებია თუ რა манипуляციის შედეგად შეიძლება და სქესობრივი გზით ჩვენ ზოგადად ვაერთიანებთ ხოლმე სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ინფექციები მხოლოდ სქესობრივი გზით არა. უბრალოდ ყველაზე ხშირად ხდება ხოლმე სქესობრივი გზით გადადება მათი და ამიტომ ერთიანდებიან ამ ჯგუფში. თორე ყველა მათი შემადგენელი ვირუსი შეიძლება სხვადასხვა გზებით გავრცელდეს, შეიძლება იყოს თუნდაც იგივე თვალის ჩარევების დროს, სტომატოლოგთან ვიზიტის დროს, სალონში, თუ კი არ არის სათანადო სტერილიზაცია, ანუ სხვადასხვა მეთოდით შეიძლება გადავიდეს, მაგრამ რადგან ყველაზე ხშირად სქესობრივი გზით გადადის ხოლმე, ამიტომ ვაერთიანებთ ხოლმე სქესობრივი გზით გადადებ ინფექციების ჯგუფში. ნუ ესაც ალბათ სტიგმა არის საზოგადოებაში, რომელიც უნდა დაიმსხვროს, რომ ყველაფერი ამ შემთხვევაში სქესობრივ ცხოვრებას არ დაბრალდეს, ხო? ნამდვილად. ძალიან მოდური და ტრენდულია ესა თუ ის манипуляციები თუნდაც იმასის სამი. კი ბატონო, შეიძლება განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც ინექციური კოსმეტოლოგია ძალიან მოიმატა ჩვენ შემთხვევაში, არ ვიცი რამდენად ხორციელდება სახელმწიფოს მიერ კონტროლი ამ ინექციების. თუმცა ვიმედოვნებ, რომ ყველა კოსმეტოლოგი კეთილსინთეზიერად ასრულებს თავის სამუშაოს, იმიტომ რომ ისედაც გვაქვს საკმაოდ მომატებული, თუნდაც იგივე პათოლოგიების რაოდენობა დღესდღეობით და კიდევ არ გვემატება ეს ინექციური კოსმეტოლოგიით. კარგით, ჩვენ მაინც ვამბობთ უფრო მართებული თუ იქნებით თქვენ ამბობთ რომ ეს ყველაფერი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მაგრამ მაინც იქნება ხო რაღაც მანიშნებლები, რაზე შეიძლება ყურადღების გამახვილება. ნახეთ, საშუალოსნოს ყელის კიბოს დროს არ არსებობს სპეციფიური სინდრომი, რაც გულისხმობს იმას, რომ არ არსებობს რაიმე კონკრეტული სიმპტომი, რომელიც უშუალოდ ამ პათოლოგიების დროს იქნება. არის სიმპტომები, რომელიც შესაძლოა ამ პათოლოგიების დროს და სხვა პათოლოგიების დროსაც გვხდებოდეს. ამიტომ თუ გითქვათ, რომელიმე ზემოჩამოთვლილი სიმპტომები პაციენტს აქვს, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ყელის კიბო აქვს. ყველაზე ხშირად შემხედრი სიმპტომი ეს არის პოსტკოიტალური სისხლიანი გამონადენი, რაც გულისხმობს აქტის შემდეგ სისხლიან გამონადენს. ასევე შეიძლება იყოს უსიამოვნო სუნით გამონადენი, წელის ტკივილები და ასე შემდეგ, მაგრამ გამეორდები და ვიტყვი, რომ თუ პაციენტს აქვს მსგავსი სიმპტომები, არ ნიშნავს, რომ მანდა მაინც საშუალოსნოს ყელის კიბოა, შეიძლება სხვა პრობლემა იყოს, ან თუნდაც ბანალური ანთებითი პროცესის საშუში და აქედან იყოს. ამიტომ მთავარია, რომ არ შეგვეშინდეს სიმპტომების აღქმის და მთავარია, რომ დროულად მივმართოთ ექიმს, იმიტომ რომ დღესდღეობით არსებობს გაწერილი პროტოკოლები, საერთაშორისო პროტოკოლები, რომელიც ზუსტად გვეუბნება რა სიტუაციაში როგორ უნდა მოვიქცე. და თუ ამ საფეხურებს მიყვებით ზედმიწევნად, ნამდვილად საშუალოსნოს ყელის კიბო ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივად მართვალი პათოლოგია, თუ კი მოხდება მისი დროული დიაგნოსტიკა. ანუ განაჩენი არ არის შეიძლება არ არის. ანუ განაჩენი არც ერთ ეტაპზე არ შეიძლება იყოს, არ შეიძლება განვიხილოთ როგორც განაჩენად. ყველა სიტუაციაში აქვს აუცილებლად ბრძოლას აზრი, განსაკუთრებით თუ კი ჩვენ დღევანდელ თემას საშუალოსნოს ყელის კიბოზე ვსაუბრობთ, თუ კი ვთქვათ პაციენტის უბრალოდ სკრინინგს მომართავს და მოხდება მისი დროული დიაგნოსტირება, არის ძალიან სწორი ეტაპები იმისთვის, რომ მივიდეთ ძალიან კარგ და სასურველ შედეგამდე. მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შეიძლება დაგვჭირდეს
წყალებში თავი ვაიძულოთ. თქვათ ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ, იმიტომ რომ რაღაცეები გვაშინებს, შეიძლება პასუხებს გავურბოდეთ და ასე შემდეგ. ხო, ბერი თამდავი პროცესია და გადავავადებთ ხოლმე დროში. კი ბატონო, ძირითადად ორი მიზეზია, რის გამოც სკრინინგს არ მიმართავს პაციენტი. პირველი ეს არის გინეკოლოგთან ვიზიტი ყოველთვის უხერხულობის შეგრძნებასთან ასოცირდება და ნამდვილად არის. ამიტომ ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ პაციენტს ეს უხერხულობის შეგრძნება გადავალახინოთ ერთად და მეორე მოლოდინი იმისა, რომ პასუხი შეიძლება იყოს ცუდი და ამის გამო ეშინიათ. ერთი რამ უნდა გავიაზროთ, თუ არ ვიკეთებთ კვლევას ან ექიმთან არ მივდივართ, არ ნიშნავს, რომ დაავადებას ამ თავიდან ავიცლებთ. პირიქით. ხშირ შემთხვევებში არის, რომ ჩვენ რომ დროზე მივსულიყავით ექიმთან და დროულად მოგვეხდინა დიაგნოსტირება, პირიქით თავიდან ავიცილებდით მართლა უფრო დიდ გართულებებს. ამიტომ აჯობებს, რომ ყველა სიტუაციაში რომ მივიდეთ და დროულ დიაგნოსტიკას უფრო სასურველი შედეგამდე ვიყავართ. კარგით, მე უფრო წინა პერიოდის გადაცემები გადავახვიე გონებაში და გამახსენდა ის უხერხულობა, რაც თქვენ ბრძანეთ. და ადრე გადაცემაში ისიც თქვით თქვენ, რომ აი ხშირად როცა გოგონას შეიძლება 14-15 წლის გოგონას რაიმე ტიპის ჩივილი აქვს, დედა ამჯობინებს, რომ მოვიდეს გოგონას გარეშე და ეს სიმპტომები მოიტანოს, ხო, ჩემამდე და ამით ეს უხერხულობა ააცილოს, ხო, ამ გოგონას. რატომ არის უხერხულობა, ეს არ ვიცი. აი ნუ თუ კი ბავშვობიდანვე იქნება ეს ბარიერი დარღვეული და ბავშვობიდანვე იქნება გოგონა, პირობითად X გოგონა იმ საქმის კურსში, რომ გინეკოლოგთან ვიზიტი უხერხული არ არის, არიდებს თუ არა ეს შემდეგ წლებში მას გაცილებით ბევრ რაღაცა ცუდს თავიდან. თუ დაინერგება ეს კულტურა და არ იქნება რაღაც საჭიროა საკითხი. დიახ. აქ მთავარი პრობლემა არის სამწუხაროდ მივდივართ განათლებამდე, განათლების სისტემის ხარვეზებამდე და რას გულისხმობ. ყოველთვის ახალგაზრდა ასაკში, თუნდაც მოზარდ ასაკში, პაციენტმა უნდა იცოდეს რა არის ფიზიოლოგია, რა არის ნორმა და როდესაც გვაქვს ნორმიდან გადახრა, ეს მან შეამჩნიოს და დროულად მიმართოს ექიმს. რას გულისხმობ? ხშირად გვაქვს გინეკოლოგიაში და გინეკოლოგიური დაავადების ძირითადი მაჩვენებლები და ძირითადი დაავადებები ეს არის გენეტიკური წინასწარ-განწყობით გადადის ხოლმე დედიდან შვილზე. და თუ კი ვთქვათ, შვილს აქვს რაიმე ჩივილები, დედასაც აქვს მსგავსი ჩივილები და რადგან ორივე ჩივილები ერთმანეთს ემთხვევა, განიხილავენ როგორც ნორმად. ეს ასე უნდა იყოს. ეს არის ხოლმე ყველაზე დიდი პრობლემა, რაც გვხდება ხოლმე გინეკოლოგიაში და მეორე პრობლემა არის ის, რომ ახალგაზრდა ასაკში, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მწვენიათ ხოლმე განსაკუთრებით დედებს, თორემ ახალგაზრდა თაობას უკვე ნაკლებად აქვს ამის კომპლექსი, რომ მივიდეს ექიმთან. მიხარია ის, რომ ახალგაზრდა ასაკში ეს კომპლექსები უკვე ნაკლებად გვაქვს და გოგონების მომართვიანობამ საკმაოდ გაიზარდა. მაშინ, როდესაც ისინი მენსტრუალურ ციკლის დარღვევებს ამჩნევენ, დიახ. მაშინ, როდესაც რაიმე ტიპის ზედმეტ გამონაყარს, გათმიანებას, როგორც კი აღმოაჩენენ, ხოლმე მაშინვე ახდენენ ამაზე რეაგირებას. უფრო ალბათ ეს იმის დამსახურება, რომ დღესდღეობით ხელოვნური ინტელექტით და ზოგადად ინტერნეტით უფრო ხელმისაწვდომი არის ცოდნა და აქედან გამომდინარე, დადებითი დინამიკა ამ ხრივ ნამდვილად აღინიშნება, რომ ახალგაზრდა ასაკში მომართვიანობა მოიმატა, მაშინ როდესაც პაციენტები როგორც კი შეამჩნევენ რაიმე პათოლოგიას, რომ ამას აქცევენ ყურადღებას. თუმცა არსებობს ისეთი კონტინგენტიც, რა თქმა უნდა, როდესაც დედებს ცხვენია, ძირითადად დედებს ცხვენიათ ხოლმე შვილების მოყვანა, რომ ვინმე არ დაინახოს, არ იფიქროს, რომ რაიმე პრობლემა აქვს ბავშვს, შემდგომ მომავალში შვილოსნობაში არ შეუშალოს ხე. კი, უნდა გამოვიდეთ აქედან, მე მგონი ძალით ვართულებთ ხოლმე ერთმანეთის ყოფას ადამიანები. დიახ, ისეთი ვთქვათ, რომ ცუდად ვიყოთ უბრალოდ. აი, უბრალოდ და დრო ჭირდება ალბათ უფრო ყველაფერს და დინამიკაში ისე მივდივართ, რომ ეს მალე აღარ შეგვხვდება ასეთი მსგავსი შემთხვევები, ნამდვილად აღარ გვექნება მომავალში. იცით, მაინტერესებს, არ აქვს მნიშვნელობა სტატუს, ცოლ-ქმერზე არის საუბარი, შეყვარებულებზე, მეგობარ გოგონაზე, ვიცი, არ ვიცი როგორც გვინდა ისე უწოდოთ, როცა ერთი ან მეორე მხარე რაიმე ტიპის ვირუსის მატარებელია. თქვენ ამ შემთხვევაში როგორც პროფესიონალი და სპეციალისტი, რამდენად იქნება თქვენი რჩევა, რომ იყვნენ ერთმანეთის მიმართ გულწრფელები და ეს ჩივილები არ დაუმალონ ერთმანეთს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხოლმე სწორად ფორმულირებას პაციენტთან. პაციენტმა არ უნდა იგრძნოს, რომ ჩვენ ვართ დაინტერესებული მისი პირადი ცხოვრებით. თუმცა არის რაღაც მინიმალური ინფორმაცია, რაც ჩვენ მისგან უნდა ავიღოთ. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ მე გავიდე სხვაგან და ვიჭერავ ამ პაციენტზე. არა, უბრალოდ თუ
ხდება ისეთი პრობლემების დიაგნოსტირება, რაც გულისხმობს მისი პარტნიორის საქმის ყურში ჩაყენებას, აი ამის შესახებ ვიღებთ ხოლმე ძირითადად ინფორმაციას. ამიტომ ძალიან ფრთხილად ხდება ხოლმე სიტყვების შერჩევა პაციენტებთან. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა პაციენტი არის ინდივიდუალური და ხშირად გვიჭირს ხოლმე იმ სიტყვის შერჩევა, რასაც პაციენტი სწორად გაიგებს. მქონია შემთხვევა, რომ ძალიან ელემენტარული შეკითხვა ვერ გაუგია პაციენტს, მაშინ როდესაც მსგავსი შეკითხვის ფორმულირებას, როდესაც სხვასთან ვახდენთ ხოლმე, შეიძლება პირად შეურაცხყოფად მიიღოს. ანუ ინდივიდუალურია პაციენტი და ის რომ თქვათ ექიმმა რაღაც ინფორმაციის დაკონკრეტება გადაწყვიტა, არ ნიშნავს, რომ მათზე ვაგროვებთ პირად ინფორმაციას. იმიტომ რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, თუ კი პაციენტს აქვს თუნდაც არა თქვათ ვირუსული ინფექცია, აქვს ბაქტერიული ინფექცია, სქესობრივი გზით გადამდები, ასეთ დროს თუ არ მოხდა ორივე პარტნიორში სრულფასოვანი მკურნალობა, რა თქმა უნდა, მკურნალობის შემდეგ მოხდება რეინფიცირება და პაციენტი ისე მსგავსი ჩივილებით დაბრუნდება და პრეტენზია ისი არის, რომ ანუ არ იყოს სრულფასოვანი მკურნალობა ბოლომდე. ხშირად გვაქვს ხოლმე ასეთი მსგავსი შემთხვევები, როდესაც მამაკაცები არ მიმართავენ ხოლმე სპეციალისტებს. ჩვენ როგორც გინეკოლოგებს, ჩვენ არ ვართ უფლებამოსილი, რომ პაციენტი ესეთ პარტნიორი, თუნდაც მეუღლე, თუნდაც მამაკაცი შეფასების გარეშე დაუწიოთ რეკომენდაცია, როდესაც ქალბატონთან კეთდება აუცილებლად ნაცხის ანალიზი, რომის მიხედვითაც ვარჩევთ ანტიბიოტიკოთერაპიას, მის პარტნიორში ესე ბრმად ვერ შევარჩევთ. იმიტომ რომ ერთი და იგივე ბაქტერიამ, ერთი და იგივე ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა მასშტაბის რეაქცია. ამიტომ რა იქნება მის პარტნიორთან კონკრეტულად ეფექტური, ეს ჩვენ არ შეგვიძლია განსაზღვროთ. ამიტომ ყოველთვის ვაძლევთ ხოლმე რეკომენდაციას, რომ იცით რა თქვენმა პარტნიორმაც უნდა ჩაიტაროს მკურნალობა. უმეტეს შემთხვევაში პრობლემა გვაქვს ის, რომ არ მიმართავენ ექიმებს და გვაქვს ის, რომ ქალბატონები ისევ ბრუნდებიან მსგავსი ჩივილებით, მაგრამ ამჯერად უკმაყოფილო, რომ მკურნალობა, რომელიც დაუნიშნეთ, რაღაც პერიოდი ქონდა შედეგი, მაგრამ მალევე დაბრუნდა. კი, ასე რომ მამაკაცებსაც მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ალბათ უნდა გაიაზრონ მათ. რა თქმა უნდა, თუნდაც იგივე HPV-ს ვაქცინაციაზედაც მამაკაცები არიან ყველაზე ძირითადი გადამტანები ამ პაპილომავირუსის და ძალიან მიხარია, რომ ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაშიც დაიწყო პაპილომავირუსის აცრები მამაკაცებში, ახალგაზრდა მამაკაცებში და კარგი იქნება თუ კი თვითონაც მიმართავენ. არა იმიტომ, რომ თქვა ქალბატონების დაინფიცირების რისკი შეამცირა, არამედ საკუთარი თავით დავიცვათ. ანუ ეს უნდა გავითვიცნობიერეთ, რომ ამას ვაკეთებთ არა მარტო იმიტომ, რომ ვიღაც დავიცვათ, არამედ პირველ რიგში საკუთარი თავი, იმიტომ რომ ეს ვირუსი მამაკაცებში და იწვევს ონკოლოგიის განვითარებას. კეთილი. და იმ წელიწადში ერთხელ მიმართვიანობა ამ კუთხით საკმარისია თუ 6 თვეში ერთხელ აი პროტოკოლით რა არის გათვალისწინებული? ნახეთ, თუ კი ვართ პაპილომავირუსის მტარებელი, მაშინ გააჩნია საშუალო სნოსყელის პათოლოგიას, თუ არის რაიმე ცვლილებები, მინიმუმ წელიწადში ერთხელ ან 6 თვეში ერთხელ პაპ ტესტი, ციტოლოგიური კვლევა აუცილებელია პაპილომავირუსის მტარებლობის შემთხვევაში. თუ კი პაპილომავირუსის მტარებელი არ ვართ, ასეთ დროსაც მაინც ბრუნდებით იგივე პაპ ტესტზე, საშუალო სნოსყელის ციტოლოგიურ გამოკვლევაზე, თუ კი მან არ არის რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები, მაშინ 2 წელიწადში ერთხელ საკმარისია, თუ კი რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებებია, მაშინ იმის და მიხედვით რა ცვლილებებია, ვიბარებთ ხოლმე პაციენტებს. ერთს დავამატებ, ხშირად არის ხოლმე გაუგებრობა პაციენტებთან, იმიტომ რომ მსგავსი სიტყვები არის პაპ ტესტი და პაპილომავირუსი. ეს არის ორი განსხვავებული თემა. პაპ ტესტი ეს არის საშუალო სნოსყელის ციტოლოგიური გამოკვლევა და სახელი მოდის იმიტომ, რომ პაპა ნიკოლაუ იყო ადამიანი, ვინც შექმნა ეს ტესტი და ეს ამით ხდება საშუალო სნოსყელზე არსებული უჯრედების აღება, სასაკნე მინაზე გადატანა და შესწავლა. ამით რას ვნახულობთ ჩვენ? ამით ვნახულობთ იმას, რომ რაიმე ცვლილებები არის თუ არა ყელზე კონკრეტულ მომენტში, აი ამას ვაფასებთ. თუმცა რა იქნება ცოტა ხნის შემდეგ, ამის შეფასება არ შეგვიძლია. რაც შეეხება პაპილომავირუსს, ეს არის ვირუსი, რომელითაც ხდება ადამიანის ინფიცირება. თუ კი ადამიანი არის ინფიცირებული პაპილომავირუსით, მაშინ აქვს მომატებული რისკი საშუალო სნოსყელის ონკოლოგიის. აქაც როგორც უკვე ვისაუბრეთ, ზემოთ არსებობს მაღალი და დაბალი ონკოგენურობის, მაგრამ თუ კი გვაქვს მაღალი ონკოგენურობის ტიპის ვირუსი, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება რაღაც პერიოდის მანძილზე საშუალო სნოსყელის პათოლოგია განვითარდეს. სამწუხაროდ დაახლოებით 6 ჯერ იზრდება იმის ალბათობა, რომ განვითარდეს საშუალო სნოსყელის კიბო. ანუ თუ კი გავიკეთებთ ჩვენ HPV-ს უფასო სკრინინგით და ის ამოდის ნეგატიური, არ ნიშნავს, რომ ამით მთავრდება კვლევა. ეს იმას ნიშნავს, რომ რისკი საშუალო სნოსყელის პათოლოგიის განვითარების არის დაბალი, თუმცა მაინც არსებობს. იმიტომ რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს არ არის ერთადერთი გამოწვევი საშუალო სნოსყელის კიბოსი.
მეორე ეტაპად სასურველია და აუცილებელია ყელის ციტოლოგიური კვლევის გაკეთებაც, რომ დავrწმუნეთ, რომ კონკრეტულ მომენტში საშუალო სნოს ყელზე რაიმე ცვლილება არ არის ნანახი. ამიტომ ეს არის ხოლმე ხშირად რაც გვაძლევს ხოლმე გაუგებრობას პაციენტებთან დასახელებები თითქოს გავს ერთმანეთთან რა თქმა უნდა არის დაკავშირებული, მაგრამ ერთი მეორეს ვერ ჩაანაცვლებს. მოდიან ხოლმე პაციენტები, რომლებიც მეუბნებიან, რომ აიცით რა მე უფასო სკრინინგით გავიკეთეთ, ყველაფერი ნორმაში მაქვს და აღარ მინდა შემდგომი კვლევა. არა, ყოველთვის უნდა ავუხსნათ პაციენტს, რას ნიშნავს ეს პაპილომავირუსი, რას გვაძლევს ის და რას ნიშნავს ეს პაპ ტესტი. კარგით. როცა საშუალო სნოს ყელის კიბოზე საუბრობდით, იქ რაღაც სტადიებსაც გაამახვილეთ ყურადღება, ხო? ანუ იქ კურნება პაციენტი, თუნდაც აი ბოლო სტადია იყოს. ნახეთ, კი მართვადია უბრალოდ. ნახეთ, საშუალო სნოს ყელის კიბო არ ნიშნავს, რომ რაღაც ერთ კონკრეტულ დავად, ანუ ერთ კონკრეტულ ტიპთან გვაქვს საქმე. საშუალო სნოს ყელის კიბოს ბევრი ქვეტიპი არსებობს. გააჩნია იმის და მიხედვით, რომელი ტიპის გვაქვს, არის იგეგმება ქიმიოსხიურ თერაპია და მგრძნობელობაც არის ინდივიდუალური. ჩვენს ქვეყანაში უმეტესწილად, როგორც უკვე აღნიშნე, ხდება ხოლმე მესამე-მეოთხე სტადიაზე საშუალო სნოს ყელის დიაგნოსტირება. თუ კი მოხდება პირველ-მეორე ეტაპზე, შესაძლებელია მკურნალობა იმდენად სრულფასოვნად ჩატარდეს, რომ საშუალო სნოც კი შევინარჩუნოთ და საკვერცხებით შევინარჩუნოთ. ეს ძირითადად მკურნალობის გეგმა პაციენტის ასაკიდან და გეგმებიდან გამომდინარე დგება. რაც შეეხება მესამე-მეოთხე სტადიას, მესამე-მეოთხე სტადიაზე ხდება უშუალოდ ქვეტიპის იდენტიფიცირება, რომელი ტიპის ონკოლოგია გვაქვს და იმის და მიხედვით რა გამოცდილებაც გვაქვს უშუალოდ ამ ქვეტიპთან, ირჩევა პაციენტთან ქიმიოსხიური თერაპია, შედეგები ძალიან კარგი გვაქვს, არ ნიშნავს განაჩენს, პირიქით ეს იმას ნიშნავს, რომ ის რაც გვაქვს მიზნად დასახული, ის ყველაფერი ბოლომდე უნდა მივიდათ. ყველაზე მთავარი ონკოლოგიის დიაგნოსტირების დროს არის ის, რომ რთულია მესმის, მაგრამ ემოციურად არ უნდა შევშინდეთ და აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. კარგი, შევაჯეროთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა, ანუ სკრინინგის მნიშვნელობა, თავდაცვის მექანიზმები და ალბათ ჯანმრთელი ცხოვრების წესაკაც აქვს რაღაც გარკვეული მნიშვნელობა, ხო? კი, ზოგადად ჩვენს პროფესიაში ყოველთვის ჯანმრთელი ცხოვრების წესს ძალიან დიდ აქცენტებს ვაკეთებთ ხოლმე ყველა დიაგნოზის დროს, ყოველთვის პაციენტს ვეუბნებით, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესი გვიცავს ბევრი გართულებებისგან. ეს არ არის უბრალოდ ყური ესეთი ფრაზა, რომ უბრალოდ შაბლონური არ არის და რატომ ორიოდე სიტყვით გეტყვით. ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესზე ძალიან გრძნობი არიან საკვერცხები. საკვერცხები არის ჰორმონალური ბალანსის წყარო ორგანიზმში და თუ კი პაციენტი ჯანსაღად იკვებება, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცდილობს, იმის ალბათობა, რომ ჰორმონალური დარღვევა განვითარდეს, დაბალი არის. არ არის გამორიცხული, დაბალია. და თუ კი თქვათ, გვაქვს რაიმე სხვა პრობლემა და ემატება ჰორმონალური დარღვევა, გაცილებით უფრო ცუდ შედეგამდე მივდივართ ხოლმე. აქედან გამომდინარე, ნამდვილად აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესი და რაც შეეხება სკრინინგზე კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ აუცილებელია მიმართვიანობა გაიზარდოს და მადლობა თქვენ რომ გვეხმარებით ამ ინფორმაციის გავრცელებაში, რომ აუცილებელია არსებობს დღესდღეობით უფასო სკრინინგები, რომელიც გულისხმობს პათოლოგიის დიაგნოსტირების შემთხვევაში საფეხურობრივ კვლევას და ყველა საფეხურზე სახელმწიფოს მხრიდან არის ჩართულობა, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ პაციენტის ფინანსური მდგომარეობა დიაგნოსტირებაში ამ ეტაპზე არ არის აუცილებელი. და როდესაც მივდივართ დიაგნოზამდე, შემდეგ უკვე იგეგმება მეორე ეტაპი მკურნალობის. ყველას ვასურვებთ ჯანმრთელობას საკუთარ თავებს მათ შორის და ალბათ უნდა დაუთმოთ, ხო, ის რამდენიმე წუთი, რომ შემდეგ საათებად და თვეებად და წლებად არ გადაიქცეს. პაპ ტესტის და სკრინინგში ჩართვას ჭირდება დაახლოებით 10-15 წუთი. მეტი არა, არის აბსოლუტურად უმტკივნეულო, საერთოდ არ არის ტკივილთან ასოცირებული. ძირითადად ერთადერთი ეს არის უხერხულობის შეგრძნობა, რასაც ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს პაციენტს გადავალახინოთ, როგორც აღნიშნეთ, ტკივილი არ არის პაპ ტესტის აღების დროს და იმდენად ხანმოკლე მანიპულაცია რომ ამისთვის საკუთარი თავისთვის თუნდაც წელიწადში ერთხელ 15 წუთი ნამდვილად უნდა გავუყვათ. ძალიან დიდი მადლობა რომ დრო დაგვითმეთ. კარგი დღეს, კარგ სამუშაო კვირას გისურვებთ და დროებით მშვიდობებით მორიგ საერთაშორისო შეხვედრა. მადლობა დიდი თქვენ. ძვირფასო ტელემაყურებლებო გინეკოლოგი სალომე ჩიხაძე გახდათ გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი. რამდენიმე წუთით ჩავისვენოთ და ისევ დაუბრუნდებით პირდაპირ ეთერში. დარჩით ჩვენთან ერთად დროებით.